პრემიერის საპარლამენტო მდივანმა სესიაზე სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. Როგორც უკვე ცნობილია, მამუკა მდინარეძე სამართალდაცვით ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნული პოსტის შექმნის მიზნით კი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელსაც დეპუტატები დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი თეონა მანაგაძე მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თეონა, გისმენთ. პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება თავდაცვის კომიტეტის სხდომა. დეპუტატების წინაშე წარსდგება გეკა გელაძე. ის საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, მისი კანდიდატურა პარლამენტს წარედგინა სწორედ ამ პოსტზე. სხდომის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ ერთი ნაწილი იქნება დახურულ რეჟიმში ჩატარდება, მეორე ნაწილი იქნება ღია. მას შემდეგ, რაც დეპუტატები მოусმენენ გეკა გელაძეს, უკვე სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ კანონმდებლები, სადაც უნდა ჩატარდეს დღის ბოლომდე კენჭისყრა და სწორედ იქ მოხდება მისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევა. ქართულ ოცნებამ საკუთარი გადაწყვეტილების ბოლომდე მისაყვანა დასჭირდება მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა. ამის შემდეგ უკვე ის ჩაითვლება არჩეულად. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს 6 წლის ვადით ირჩევს. ამის პარალელურად პარლამენტში დღეს უკვე განიხილეს პირველი მოსმენით სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ცვლილებების განხილვა. შეიძლება ითქვას, რომ ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომათა დარბაზში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული ოცნებისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრები. მათ შორის უფრო მეტი იყო ურთიერთკრიტიკა და ურთიერთბრალდებები, ვიდრე თავად საკითხის შინაარსობრივ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა და დისკუსია. დღეს გიორგი გახარიას გუნდის წევრები დაინტერესდნენ იმით, მოხდა თუ არა მამუკა მდინარაძის დაქვეითება, თუ ეს მოხდა დაწინაურება მისი ახალ თანამდებობაზე გადაყვანით და ასევე ისინი ინტერესდებოდნენ იმ უფლებამოსილებით, რაც მამუკა მდინარაძეს უკვე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ კანონში წერია მის უფლებამოსილების თაობაზე, უფრო სწორად საპარლამენტო მდივანმა გააკეთა განმარტებები, რა იქნება მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება, მათი კითხვები სწორად ეხებოდა იმას, რას გაუწევს კოორდინაციას მამუკა მდინარაძე. დღეს ოპოზიციის საპასუხოდ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა გუშინ განმარტებები გააკეთა მან იურიდიულ კომიტეტზე, თუმცა დღეს ისევ განმარტა, რომ მამუკა მდინარაძის უფლებამოსილების არეალი იქნება შემდეგნაირად, ის კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავ უწყებებს, ასევე მისი საქმიანობის არეალში მოიქცევა ურთიერთობის უზრუნველყოფა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, პროკურატურასთან და ასევე სასამართლო ხელისუფლებასთან. მან ისაუბრა იმის თაობაზეც, თუ რატომ არ ეყოლება პირადი ადმინისტრაცია და აპარატი მამუკა მდინარაძეს. მან თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძეს მოიმსახურება მთავრობის კანცელარია, სადაც მისი განცხადებით დაახლოებით 300 ადამიანი არის დასაქმებული და სწორედ სახელმწიფო აპარატის, სახელმწიფო მინისტრის მომსახურება მოხდება მატერიალური ტექნიკური თვალსაზრისით მთავრობის კანცელარიიდან. რაც შეეხება თავად მართველი გუნდის პოზიციებს, კრიტიკის აპასუხოდ, რაც ისმოდა დღეს გიორგი გახარიას გუნდის წევრების მხრიდან, ქართული ოცნება საუბრობს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის მხრიდან ორი მიმართულებით მიდის პროცესი, ერთის მხრივ შავი პიარი აგორდეს თავად სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის მიმართ და მეორის მხრივ უკვე როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ოპოზიციის მხრიდან იკვეთება არაკომპეტენტურობა, ვინაიდან მართველი გუნდი განმარტავს, რომ ამ თანამდებობის მთავარი მიზანი იქნება ერთის მხრივ კოორდინაცია გაწიოს სამართალდამცავ უწყებებს შორის, მაგრამ მთავარი ამოცანა არის ის, რომ ის იმუშაოს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათი განცხადებით არსებობს რეგიონის ჭრილში და ასევე ქვეყნის ჭრილში. ასევე ქართული ოცნება აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მთავარი ფუნქცია და ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის ეფექტური ბრძოლა გაგრძელდეს დანაშაულის მიმართ, რასაც მათი მხრიდან აქვს ადგილი. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მსგავსი საკოორდინაციო მექანიზმის შემოღება აამაღლებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სამართალდაცვითი ორგანოების საქმიანობას. ამავდროულად აღნიშნული სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობა ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან, როგორებიც არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა და ასევე
საქართველოს სასამართლო ხელისუფლება. არაერთხელ გვესმოდა სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურ მუშაობაზე და მათ ეფექტურ საქმიანობაზე და დღეს ამ მოცემულობაში რამ განაპირობა? ხომ არ განაპირობა ეს უშუალოდ მამუკამდინარაძის განთავისუფლებამ სუსის ხელმძღვანელის პოზიციიდან? აქტიურად ამ კანონპროექტის შემოტანით და ახალი პოზიციის გაჩენით ხომ არ ადასტურებთ თქვენ იმას და აღიარებთ, რომ აქამდე ვინც ახორციელებდა ამ ფუნქციას, ის უბრალოდ ვერ ახორციელებდა ამას ჯეროვნად. ან კი რომ მითხრათ, ან არა. ეს კონკრეტული თანამდებობა ბატონი მდინარაძისთვის ჩამოქვეითება არის თუ დაწინაურება თქვენი აზრით? კი ან არა? დაწინაურებაა? კარგია, რომ გახარიელებს სიტყვა კომპეტენცია დაუგუგლავთ გუშინ და უსწავლიათ რაც არის. უბრალოდ დააგვიანეს. რამდენიმე წლის წინ უნდა ესწავლოთ ეს სიტყვა, მაშინ როდესაც მათი ბელადი შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა და კოორდინირებულად რომ არ იმოქმედა, მაგიტო დავკარგეთ ჩვენ 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი საქართველოს ტერიტორია. ბატონ არჩილს მინდა ასევე გამოეხმაურო, რომ ძალიან ღელავს გუშინდელს მერე თქვენს მიმართ დასმულ ამ კონკრეტულ კითხვებზე და ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად არ ჭირდებათ თვითონაც ბატონი არჩილის დახმარება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და როდესაც ბატონ არჩილს უსმენ ხოლმე, ვფიქრობ, რომ საქართველოში არათუ საკითხulis გააზრება არის, არამედ მოსმენის გააზრების პრობლემაც არის ჩვენ და სამწუხაროდ. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მთავრობაზე, რომელიც შედგება სხვადასხვა სამინისტროებისაგან და კოორდინაციის ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ხელისუფლების როლში, შეიძლება იყოს მოქცეული კონკრეტულად ერთი თანამდებობის პირის, ან სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარის ხელში, ან გადანაწილდეს ის სხვადასხვა თანამდებობის პირებს შორის. ამ მიზნით არის სწორედ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებიდან, მის შემადგენლობიდან დანიშნოს ვიცე-პრემიერი, ერთი ან რამდენიმე და თითოეულ მათგანს ჩააბაროს კონკრეტული სფერო, აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში შემავალი სფერო, რომელიც მთავრობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება. ასევე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაც არის კონსტიტუციით გათვალისწინებული თანამდებობა, რომელიც არ არის მუდმივი თანამდებობა, ის იქნება კონკრეტულად ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, შესაძლებელი იყოს დროებითი, შესაძლებელი არსებობდეს დიდი ხნის განმავლობაში იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც კონკრეტულად სახელმწიფოს აქვს. სამართალდაცვითი საქმიანობა არის სპეციფიური საქმიანობა, როგორც აღვნიშნე და ის არ არის მთლიანად მონოპოლიზებული აღმასრულებელი ხელისუფლებაში ან მთავრობის შემადგენლობაში შემავალი სამინისტროების მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ის, რასაც გააკეთებს სუსის უფროსი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გამომდინარეობს მისი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებიდან და ვერ გასცდება, ანუ ვერ იმოქმედებს ამ შემთხვევაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი შინაგან საქმეთა მინისტრისათვის კონკრეტული გარკვეული ტიპის ისეთი მითითებების მიცემით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს არა მანდატორული ხასიათი, არამედ ზოგადად სისტემაში არსებული ხარბეზების აღმოფხრის, ანუ პრევენციის მიზნით. უსმენთ ერთხელ ბატონ არჩილს და გეტყვით, რომ პროკურატურა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, რომ აუდიტის სამსახური არის დამოუკიდებელი. თქვენ როგორ უყურებთ ბატონ არჩილს? შიკრიკად უნდა მუშაობდეს ბატონი მამუკა შიკრიკად, რომ ამბავი უნდა მიიტანოს პროკურატურაში თუ სასამართლოში, როგორ გაქვთ წარმოდგენილი? მაგალითი გვაქვს, როგორ შეიძლება ისაუბროთ 15 წუთი და საბოლოო ჯამში ისაუბრო არაფერს. სამართალდამცავი ორგანოები რომ არიან უმაღლეს დონეზე და თავიანთ ფუნქციებს რომ აღსრულებენ, ეს ყოველდღიურობაში გამოიხატება. მათ შორის ეს არის გამოხატულება კორუფციული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების აღკვეთაში, პრევენციაში, გამოვლენაში, პასუხისმგებლობის მიცემაში. მაშინ, როდესაც ამავდროულად ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებობს, დიახ, ის ტურბულენტული გარემოება, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს დამოკიდებული არის, მაგრამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი პრევენცია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ამ კოორდინაციის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალბატონი სოფიო საუბრობდა არარსებულ ფაქტთან დაკავშირებით და თურმე ქალბატონი სოფიოსთვის 1,000,000 კვადრატული მეტრის დაკარგვა უბრალოდ არარსებული ფაქტია. საუბრობენ მაგალითად, რომ აპარატი არ ჰყავს და აპარატი მთელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უბრალოდ
რას აკეთებს, მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონია. არც საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ აყავს კონკრეტულად აპარატი და მაშინ გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრი თავის ფუნქციონალობებს ვერ ასრულებს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქით არის მიმართული, რომ მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილების გაშავება. კიდევ ერთხელ, რაიმე ხინჯი მიადგეს როგორც უსაფრთხოების სამსახურს და ზოგადად უსაფრთხოების სისტემას, ასევე კონკრეტულ პოზიციას, კონკრეტულ თავმდებობას და კარგად ჩასხდნენ გახარიელები თავიანთ ძველ და არსებულ მოკავშირეებთან ნაცმოძრაობასთან, რომლის მართული ტელევიზიები შეგახსენეთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში საუბრობენ და ერთსა და იმავე კითხვას სვამენ, არის ეს დაწირაურება, არის თუ არა ეს დაქვეითება და დღესაც რა მოვისმინეთ, ზუსტად იგივე კითხვა. ხალხო, უბრალოდ ისე მაინც მოახერხეთ, რომ რაღაცა შეფარვით მაინც იყოს, შეფარული მაინც იყოს, რაღაც გალამაზებული მაინც იყოს. ერთ სიტყვები მაინც შეცვალეთ, წერტილი და მძიმე მაინც გადაადგილეთ. პარლამენტის სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის შემოღების მიზნით ცვლილების განიხილავს დაჩქარებული წესით, ხვალ უკვე მეორე და მესამე მოსმენა გამართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუხლობრივი მსჯელობა იქნება და დეპუტატები დასვავენ ისევ კითხვებს. რაც შეეხება გეკა გელაძეს, თავდაცვის კომიტეტის ხმა, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, მას მოусმენენ კანონმდებლები, შემდეგ კი ჩატარდება კენჭისყრა და სწორედ მისი თანამდებობაზე არჩევა სხდომათა დარბაზში მოხდება. მადლობა, პირდაპირ ეთერში თეონა მანაგაძე საუბრობდა.